ხედავთ როგორი იწყება ჯამში არსებული სუბსტრატის ზედაპირი. მასში შავი ჯარისკაცის ლარვები არიან ჩამალული. მისი ტემპერატურა 36 გრადუსია, ეს ცოტა უფრო მეტია ვიდრე სასურველი, ამიტომ მე ახლა ამას გავაგრილებ. თავად ოთახში ტემპერატურა არის სადღაც 29 გრადუსი. ეს იდეალური ტემპერატურაა, მაგრამ თავად ეს მასა ამ შავი ჯარისკაცების ცხოველმოქმედების გამო ცოტა თბება კიდეც. ისინი ორი კვირისები არიან, ახლა შეხედეთ რაოდენობაა მათი. აქ ესენი უკვე გაიზარდნენ, ორი კვირისები საკმაოდ დიდები არიან, ესე ცოტა თანიავდება კიდევაც. ეს მასა და მერე წყალსაც მივასხამ, სამკვები კარგად შეუჭამიათ, ჯერჯერობით სრული ხლით მაქსიმალურად ჭამენ, ესაც უნდა დავუყარო საკვები, რომ კარგად გაიზარდონ. ამასობაში თერმომეტრი გადამივარდა გვერდზე, მაგრამ არა უშავს ხომ ვიცი რა ტემპერატურაც არის შიგნით. ეხლა ცოტა ხანში საკვებს დავუყრე. ესენი უკვე დიდი ლარვები არიან, უკვე პუპაციის დაწყების პერიოდია, როდესაც პრეპუპად გარდაიქმნება, ის შეწყვეტს ჭამას და დაიწყებს ამ სუბსტრატიდან ამოზრომას. ეხლა ვიმეორებ, ისინი ორი კვირისები არიან, სადღაც ერთ-ორ დღეში უნდა მოხდეს ამათი პუპაციის დაწყება.